ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას შეფასებები მოჰყვა თბილისში. მართველი გუნდი რეზოლუციის შინაარს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ გაუთავებელი საუბრები ხელახალ არჩევნებზე, როდესაც გაყალბებაზე მტკიცებულებას ვერ დებენ, არასერიოზულია. ქართული ოცნების ლიდერები ასევე საუბრობენ ეუთო ოდირის საბოლოო ანგარიშზე, სადაც მათი განცხადებით ხაზგასმულია, რომ არჩევნების შედგა. წარმოდგენილ რეზოლუციას იწონებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მართველი გუნდისგან რეზოლუციის გათვალისწინების იმედი ნაკლებად აქვთ, ამიტომ ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ. ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი პროდასავლური, ჩვენი პროქართული, ეროვნული, საერთო ეროვნული ბრძოლის და ყველა ადამიანი, რომელიც იბრძვის, იქნება ეხა დღეს ციხეში და საყრიდან გვიყურებს თუ რუსთაველზე, თუ ნებისმიერად თუ სასამართლოს ეზოში. უნდა იცოდეს, რომ ყველა თქვენ მოქმედებას აქვს უდიდესი აზრი, იმიტომ რომ ის ესმის სოფლიოში, ევროპაში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს. ის გზავნილები, რაც გაკეთდა გუშინ ევროპარლამენტარების მხრიდან არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის ფაქტი, რომ თეთრთულობის არჩევნები არ არის არანაირი ლეგიტიმაციის წყარო ქართული ოცნებისთვის. არის ქვეყანაში საპარლამენტო პოლიტიკური კრიზისი და კრიზისის აღმოფხრის ერთადერთი საშუალება არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩამოშვა. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემებს, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრები უნდა იქნან გათავისუფლებულები. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უშუალოდ, რა თქმა უნდა, მის საქმეში არის პოლიტიკური მდგენელი და ასამართლებს ის სასამართლო, რომელიც არის მიტაცებული. ეს რეზოლუციები ზოგადად ახლა რაც გამოიცემა, ხო და მე რამდენი არის ერთი კითხვა დასვით. ეს ქართული ხალხის წინააღმდეგ არ არის, ეს არის ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასულია ძალიან დიდი ხანი. რამდენი რეზოლუციაც არ უნდა გამოიცეს და ვინც არ უნდა გამოსცეს რეზოლუცია. ჩვენ იმ ბავშვებს, რომლებიც ოცნებამ აქციაზე დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდათ და მიხეილ სააკაშვილს ერთ სიბრწყეში ვერასოდეს და არასოდეს არ დავაყენებთ. ეს არის პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის რეზოლუციაში განთავისუფლების მოთხოვნა, პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ქვეყნის წარმატებისთვის, მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ იყოს პატიმრობაში. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა ჩვენი კვლავ დარჩება საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ტყუილს ტყუილზე წერს ქალბატონი რასა და ამ ყველაფერს ცარიელი დარბაზის პირობებში საკუთარ თავს უყვება. ამას ხო არანაირი ღირებულება არ გააჩნია, არანაირი არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ფასი ამ ტყუილებს ბუნებრივია ვერ ექნება და ვერც გამოადგებათ ამ ტყუილებით გაჯერებული რეზოლუცია იმისთვის, რასაც რეალურად ამ ყველაფერს აქვს მიზანი, არის ზეწოლა და ზალმომრეობა ქართულ ხალხზე. ქართული ხალხი შანტაჟს არ ემორჩილება. რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს იყო წარმოსახვითი რეალობის შესახებ დებატები, რომელშიც უხვად იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობას აცდენილი განცხადებები. ამავე დროს, რაც ჩვენ ნახეთ, მოვისმინეთ ასევე მაგალითად ევროკომისრისგან და ზოგადად ამ შეფასებებზე შეიძლება ითქვას, რომ არის ფაქტია დიალოგის საჭიროება და აუცილებლობა, ამიტომ ჩვენ როგორც ევროკომისიას ასევე კრიტიკულად განწყობილ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებთ, რომ არჩევნებში დამარცხების მიუხედავად პატარა ბავშვები ნუ გაიბუტებიან, დავსხდეთ მაგიდის გარშემო, ყველამ გაუსწოროს რეალობას თვალი, ნახოთ, რატომ გახდა ახალი კანონმდებლობის მიღების საჭიროება და ერთობლივად ვიფიქროთ და მოვნახოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი.